მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღოთ Stogeri M3000 V2 მოდელი. მოკლედ, იარაღი არის თურქული წარმოების და არის ინერციული სისტემით აღჭურვილი. დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებული არის მილურ მჭიდზე, ხოლო ზოგიერთ ნახევრადავტომატურ იარაღს ინერციულს დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებული აქვს კონტაქტში დაახლოებით აი ამ ადგილზე. Am concretul iarăx lulis სიგრძე არის 71 სანტიმეტრი. Pereta beneli mobile ტიპის 4 საცვლელი ჩოკი მოყვება. სრული ჩოკი, ნახევარ ჩოკი, გაძლიერებული ცილინდრი და ცილინდრი. ლულის შიდა დიამეტრი არის 18.4-დან 18.5-მდე და ეს ლულები გათვლილი არის ასევე ფოლადის საფანძზე. ლულა ქარხნულად იტესტება 1370 ბარზე. ესე იგი, წინა თაობისგან განსხვავებით, ანუ Stogeri M3000-ისგან განსხვავებით, ამ იარაღს გაუმჯობესებული აქვს ერგონომიკა, კონდახის ამორტიზატორი, ასევე დამატებული აქვს მორეზინებული სალოყე და ფორმებში გამოყვანილი არის უფრო და ერგონომიული არის აი ეს ტიპჟირი. საერთო ამბავში იარაღი არის ბევრად ერგონომიული, ვიდრე პირველი თაობა. ასევე იარაღს დამატებული აქვს გამშვები ღილაკი უფრო განიერი და უფრო მასიური და უფრო ფართე არის ასევე აი ეს სახელური, რომელსაც ხდება იარაღის გადატენა. იარაღს პრინციპში მეტი არც არაფერი მოყვება კომპლექტაციაში, მოსდევს მხოლოდ 4 საცვლელი ჩოკი, ზოგ შემთხვევაში მოსდევს მას ქარხნულად 3 საცვლელი ჩოკი. მეტი პრინციპში არც არაფერი, ის არის კარდონის ყუთით, მას არ მოყვება პლასმასის кейსი და პრინციპში თქვენ ყიდულობთ მხოლოდ იარაღს მაღაზიაში და მას არ მოსდევს სხვა დამატებითი აქსესუარები გარდა ჩოკებისა. ახლა გადავიდეთ სროლის ნაწილზე. პირველი სროლა 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა Stogeri M3000 71-იანი ლულით სრული ჩოკით. 3 ზნემდე მანძილი 35 მეტრი, გადამული არის 6 თაბახის ფურცელი აუთრი ფორმატის და ვისვრით. ესეც პირველი ნასროლი Stogerით სრული ჩოკი, 32 გრამის 7 ნომერი უკონტეინერო. ვისვრით მეორეჯერ უკვე შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 0.5 მმ-იანი ჩოკი. ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც ნახევარ ჩოკით ნასროლი 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 4 ჭრილიანი, იგივე 0.25-იანი ჩოკი. ვაზნა 7 ნომერი უკონტეინერო, მანძილი 35 მეტრი. ესეც 0.25-იანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ცილინდრი, ვისვრით, მანძილი 3 მ და ვაზნა იგივე, 7 ნომერი უკონტეინერო. ესეც ცილინდრის შედეგი Stogeri M3000 V2. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ამერიკული კიქსის ჩოკი. 0.665 ინჩი გამომავალი იზომით. ვაზნა იგივე, მანძილი იგივე, 7 ნომერი უკონტეინერო 32 გრამი. ესეც ამერიკული კიქსის ნასროლი, აქვს ძალიან მჭიდრო დაჯგუფება წინა ჩოკებთან შედარებით.
ვისვით უკვე სრულ საფანს 4-0 32 გრამი კონტეინერიანი გლავპატრონის ვაზნა. ჩოკი არის ამერიკული კიქსის 0.665 გამომავალი ზომა. ესეც 4-0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა კიქსის ჩოკით 0.665 ინჩი გამომავალი ზომით. შეიცვალა ჩოკი და ავაყენეთ უკვე სრული ჩოკი თავისი სტანდარტული 4-0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. სრული ჩოკით ნასროლი. ოდნავ აღლა მომივიდა სროლა, თუმცა დაჯგუფება კარგი აქვს. შეიცვალა ჩოკი და ავაყენეთ უკვე 0.5 მმ-იანი ჩოკი, ვისრით იგივე ვაზნას 32 გრამი გლავპატრონის 4-0 კონტეინერიანი ვაზნა. ესეც 0.5 მმ-იანი ჩოკით ნასროლი. შეიცვალა ჩოკი და ავაყენეთ 0.25 მმ-იანი ჩოკი, იგივე 4 ჭრილიანი. ესეც 0.25 მმ-იანი ჩოკით ნასროლი. შეიცვალა ჩოკი და ავაყენეთ უკვე ცილინდრი 32 გრამი 4-0 გლავპატრონის კონტეინერიანი ვაზნა. ესეც ცილინდრის შედეგი. აი ესე გადაანაწილა სამიზნეზე ცილინდრმა 4-0 32 გრამი გლავპატრონის კონტეინერიანი ვაზნა. ახლა ვისვრით 12 მაცვლიან ფინდის ბაშიერის მოსპილენძებული ვერსია 46 გრამი. ჩოკი არის ცილინდრი. ეს არის ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხის შედეგი. 12 მარცვლიდან სამიზნეზე მიიტანა 1 2 3 4 5 6 7 მარცვალი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი A4 ფორმატის თაბახის ფურცელი გადამული ერთმანეთზე. ესე იგი შეიცვალა ჩოკი, გავაყენეთ კიქსის Highflyer X ფული. ვისვრით ბაშიერის 12 მარცვლიან ფინდის 45 გრამი იგივე ვაზნა, რაც ვისაუბრეთ ცილინდრით და ვნახოთ რა სხვაობა იქნება ცილინდრის ნასროლსა და კიქსის ნასროლს შორის. ესეც კიქსის Highflyer X ფულით ნასროლი, სტოგერი M3000 V2 71-იანი ლულა. შედეგი არის იდეალური, ცენტრიც არის კარგად და მოხვედრილი არის 12-ვე მარცვალი სამიზნეზე. დასკვნები თავად გააკეთეთ, იერახთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ.